მამებური ზარები და გზავნილები ოცნების ოლიგარქის მისამართით როგორი გამოხმაურება მოყვა კავკასიის ეთერში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობას. რამდენიმე მაყურებელმა დააფიქსირა საკუთარი აზრი გადაცემა სპექტრის პირდაპირ ეთერში. როგორი იყო ოლიგარქის და წამყვანის განწყობა და რა არასამუშაო დეტალებზე ისაუბრის გადაცემაში. მოგესალმებით ხალხო, გამარჯობათ, მინდა გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა შევიკახავთ ჩვენი სტუმარი და მოხარული ვარ ბატონო ბიძინა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გვესტუმრეთ, ვფიქრობ, რომ აი ეს ბოლო დღეები ალბათ ძალიან ბევრი და ბევრი ფრიად საშუალო საქმეები გასაკეთებელი და ფრიად საშუალო საქმეები დროებით ბიძინა ივანიშვილმა დავით აგუბარდიასთან დიალოგის გამოგადოდა და კავკასიის პირდაპირ ეთერიდან მოსახლეობას მიესალმნენ ამომრჩევლებით. ბიძინას გაუმარჯოს. პოლიტიკური მიმოხილვის შემდეგ ეთერი ზავებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს დაეთმო. ბიძინა ივანიშვილს კავკასიის პირდაპირ ეთერში დახმარება ბევრჯერ სთხოვეს. ბატონო ბიძინა, დამეხმარეთ ცოტათი მაინც. ოლიგარქს თავის პრობლემებზე გადაცემის წამყვანიც ესაუბრა. ბიძინა ბატონო, შემომაყვანოთ მაყურებლები არ თქვა, რომ ბოროტად ვიყენებ ჩემს ეთერს. მიღოს ბაზრობაზე ვიყავი, ბიძინა ბატონო. აი, მიღოს ელიას ბაზრობაზე ძახშია დავდია. ხალა გვაქვს აღედები ხავდა. ამომრჩეველი თბილისის სხვადასხვა უბნიდან სხვადასხვა მეტსახელით ბიძინა ივანიშვილს ამხნევებდა. ნახალოვკა თქვენთანაა. ბაზრობიძინა, აი ამ კამერას ბიძინა ივანიშვილს კავკასიის ეთერში უცნობი თაყვანისმცემლებიც გამოეხმაურნენ. მიყვარხართ ბიძინა პლატონური სიყვარულით, ეკა და დაქალები. ცოტა თამამებმა მასთან პირადად შეხვედრის სურვილი თავად გაუმხილეს. როგორ შეიძლება პირადად თქვენთან გასაუბრება? დავით აგუბარდიას ტონი და მიმართვა ოლიგარქისადმი ფამილარული იყო. ბიძინა ივანიშვილმა გადაცემის წამყვანისგან ბევრი კომპლიმენტი მიიღო. ბიძინა ბატონო, ეთერში ვარ. ესა ბიძინა ბატონო, თქვენ მინდა შემოგთავაზოთ. აბატონო ბიძინა ბატონო, ეს ბიძინა ბატონო, ეხლა ბიძინა ბატონო, დამთავრდით უბრალოდ ყველას გთხოვთ ბიძინა ბატონო, მახარებს ესეთი განზრახულობები რომ გადაჩნიათ. მახარებს იშვიათობა ეს. აი მახარებს რომ თქვენ დათავრდით 27-ში მეორე დღეს გადმოტანას. ბიძინებადგონემ ძალიან მახარებს ეს პასუხი ხალხო დანერჯებოს თქვენად კარგად წავიდა საქმე. თუმცა წამყვანის ტონში პესიმისტური განწყობაც იგრძნობოდა. რაში ფშიდება მისუდეს კავკასიის ეთერში რამდენიმე გაუცებული მაყურებლის ძალით გაისმა. ბატონო ბიძინა, ესეთ რა მაინტერესებს, რატომ ხართ ესე ძალიან დარწმუნებული, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ? საბოლოოდ წამყვანი და სტუმარი მაყურებელს და ერთმანეთს მომავალი შეხვედრის იმედით დაიშვებდნენ. ბატონო ბიძინა, თქვენ თუ მეტყვით,